რაც შეეხება ზოგადად საპატრიარქოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, დაწერილ სტატუსებს, ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს არის მიზანმიმართული ეკლესიის სარწმუნოების საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა. ეს რა თქმა უნდა, ყველაფერი გარედან დაფინანსებულია, გარედან წამოსული დავალებებია. იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ფინანსდებოდა და მათ ჰქონდათ დავალება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გაეკეთებინათ იმ ტიპის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ და არაერთი ასეთი მოგვისმენია ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რეალურად ხედავს თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით, ვისი მითითებით, ვისი დავალებით მოქმედებენ და რა არის მათი ინტერესი. შესაბამისად, დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი, ქართველი ხალხის უმრავლესობა ხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს, რაც შეეხება გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს და მითითებები მისცეს თუ რა როგორ უნდა განხორციელდეს. თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. თქვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმებით, რაც შეიძლება გადაწყვეტოს საპატრიარქომ ახალი პატრიარქის არჩევის. რა თქმა უნდა, ეს არის მათი გადასაწყვეტი და მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს.